მოგესალმებით, ეს არის გადაცემა ბიზნესის სამყარო და მე მის წამყვანი ნელა ყურაშვილი ვარ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა იქნება ბიზნესის ფინანსური გარემო, ანუ მნიშვნელოვანი ეკონომიკური და ფინანსური ფაქტორები ბიზნესში. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარია ეკონომიკური მეცნიერებათა დოქტორი ქალბატონი რუსლან კვარაცხელია. მოგესალმებით ქალბატონ რუსლან. დიდ მადლობას მოგახსენებთ გადაცემაში მონაწილეობისათვის და უშუალოდ გადავიდეთ პირველ კითხვაზე. ვინ არის ეკონომიკური ანალიტიკოსი და რამდენად მნიშვნელოვანია მისი როლი ბიზნესის წარმატებაში? მოგესალმებით. წარმატებებს გისურვებთ, ძალიან სასიამოვნოა არის თქვენი გადაცემის მოტივი ჩემთვის და სიამოვნებით მივიღე მონაწილეობა თქვენს გადაცემაში. ჩემი აზრით ეკონომიკური ანალიტიკოსი არის ადამიანი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ჩართული ნებისმიერი ბიზნესის წარმოებაში და განვითარებაში. ეკონომიკური ანალიზი არის იმდენად საინტერესო თემა, თუ არ იქნება განხილული ფაქტორების დონეზე, გარემოებების დონეზე, თუ რა ფაქტორები ახდენენ ზეგავლენას ბიზნესის განვითარებაზე. მიზეზ შედეგობრიობის დონეზე, ანუ რა არის მიზეზი და რა არის ამის შედეგი. მიზეზ შედეგობრიობის ფონზე გვაქვს სხვადასხვა სახის ფაქტორები. თუ ჩავუღრმავდებით ამ ფაქტორების ზეგავლენას სხვადასხვა მომენტზე, ვთქვათ, ეს იქნება შრომის მწარმოებლურობა, ეს იქნება ხელფასების დონე, თუ თვითღირებულება, რაც უფრო ღრმად იქნება ჩახედული ამ საკითხში, მით უფრო წარმატებული იქნება ჩვენი ბიზნესი და მით უფრო მარტივია წარმატების და განვითარების მიღწევა ბიზნესში. ეკონომიკური ანალიტიკოსის სწავლა ზუსტად ამ ფაქტორებზე დამოკიდებულებით ბიზნესის განვითარების დონეს და ადარებს ფაქტორულ შედეგებს გეგმიურ მაჩვენებლებში. ანუ ყველა ბიზნეს სფეროში საჭიროა ეს ეკონომიკური ანალიტიკოსი. და მის გარშემო წარმატება ვერ იქნება. სამწუხაროდ დღესდღეობით ვერ გეტყვით, რომ საქართველოში ყველა ბიზნეს თავისი ეკონომიკური ანალიტიკოსი ყავდეს, მაგრამ ჩემი დიდი სურვილი არის, რომ ახლო მომავალში ნამდვილად ყავდეს ყველა ბიზნეს თავისი ეკონომიკური ანალიტიკოსი, რომელიც ამ დონეზე შეასრულებს ბიზნესის. ანუ სხვა ქვეყნებში ეს უკვე რა თქმა უნდა, პოპულარში და ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ საქართველოში საერთოდ არ არის, მაგრამ არ არის მცირე დონეში, ყველა დარგში და განვიცდით სიმართლე გითხრათ პროფესიონალი კადრების ნაკლებობასაც კი. ანალიტიკოსი უღრმავდება მიზეზ შედეგობრიობას და აქედან გამომდინარე ადგენს თუ სად აქვს პრობლემა ბიზნესს. რა მომენტში აქვს პრობლემა და აქედან გამომდინარე ის იკვლევს რეზერვებს, თუ რა რეზერვები გააჩნია საწარმოს იმისთვის, რომ ეს დაბრკოლება აღმოიფხვრას და ამ პრობლემის გადაჭრის გზებს ეძებს ამ რეზერვებიდან გამომდინარე. შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკური ანალიზი არის ერთადერთი ის მიმართულება, სადაც შესაძლებელი არის ფარული რეზერვების გამოვლენა და ამ ფარულ რეზერვებზე დაყრდნობით შემდეგი წარმატებების გამოვლენა. ანუ თქვენ თქვით, რომ პროფესიონალური კადრების ანუ განვიცდით იმას, რომ არ ყავს ეს პროფესიონალური კადრები და რატო ანუ რა არის მიზეზი, რომ საქართველოში არ ყავს ეს პროფესიონალური კადრები? პროფესიონალური კადრების ნაკლებობის მიზეზი ეს უფრო ზოგადი თემა არის და აქ შეიძლება წავიდეთ თუნდაც განათლების და ხარისხზე და ასე შემდეგ სხვადასხვა სფეროებზე. თუმცა ესეც არ არის დღევანდელი საუნივერსიტეტო განათლება სრულად იძლევა იმის საშუალებას, რომ ჩვენ გყავდეს მაღალანაზღაურებადი ეკონომიკური ანალიტიკოსები. თავარი არის ისევ და ისევ სტუდენტების მონდომება და ჩახედვის მაქსიმალური დონე ამ სფეროში, რომ ვიცოდეთ, თითოეულმა სტუდენტმა იცოდეს, რომ ეკონომიკური ანალიტიკოსის პროფესიის დაუფლება მას მოუტანს მაღალ შემოსავალს და ექნება შანსი, რომ მაღალ შემოსავლიან სამსახურში დასაქმდეს. რა თქმა უნდა, ხელშეწყობა უნდა ქონდეს თვითონ ბიზნესმენებისგან და ბიზნესის მწარმოებლებისგან, ზუსტად ასეთ სტუდენტს, რომელიც ამ დონის განათლებით. ანუ შესაძლებელია ჩვენ რაღაც იდეების დონეზე ვქონდეს, რაღაც იდეა ვქონდეს ბიზნეს იდეა და დავუკავშირდეთ ან კერძო კომპანიას ან ბიზნესმენს, რომელზეც შეუძლია ჩვენი გვერდით დგომა და ეკონომიკური ანალიტიკოსი იდეა არ არის. ეკონომიკური ანალიტიკოსი არის პროფესიონალიზმის სპეციალისტი, რომელსაც შეუძლია რომ ბიზნეს რეალურად მოუტანოს წარმატება თავისი ცოდნით და თავისი თუნდაც კვლევებით. ბიზნესში ეკონომიკურ ანალიზში არის სხვადასხვა მეთოდები, სხვადასხვა ხერხები, რომლებიც გულისხმობენ ამ ყველაფრის ჩატარებას. ქალბატონ რუსლან, რა ფაქტორები უნდა გავითვალისწინოთ პროდუქციის თვითღრებულობის განსაზღვრის?
პროდუქციის თვითღირებულებამდე სანამ მივალთ, ჯერ უნდა განსაზღვროთ აუცილებლად რა ხარჯებთან გვაქვს საქმე. როდესაც ბიზნესის წარმოებას ვიწყებთ, როდესაც ბიზნესს ვაწარმოებთ ზოგადად, პირველ რიგში რაც უნდა გავაკეთოთ ეს არის ის, რომ განსაზღვროთ ფინანსური რესურსები, რა გჭირდება, ანუ დანახარჯები რა გჭირდება ბიზნესის საწარმოებლად, რა რესურსები გაგვაჩინეთ ჩვენ ამისთვის, რა ფინანსურ რისკებთან არის დაკავშირებული აღნიშნული ბიზნესი. შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბიზნესისთვის ადგილს. ანუ თუ კარგად ნებისმიერ ბიზნესს თუ შევარჩევთ კარგ ადგილს, უფრო მეტი. ადგილმდებარეობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა წარმატებული ბიზნესისთვის. და რა თქმა უნდა, თქვენ რახან მკითხეთ, რომ თვითღირებულებას რაც შეეხება, თვითღირებულება გამომდინარეობს სხვადასხვა ფაქტორებიდან. თვითღირებულებაში შედის დანახარჯები, რაც იხარჯება უშუალოდ პროდუქციაზე, საწარმოო დანახარჯები პლუს რეალიზაციის დანახარჯები. საწარმოო დანახარჯებში შედის ძირითადი ხარჯები და ზედნადები ხარჯები. ძირითადი არის უშუალოდ პროდუქციის წარმოებაზე დახარჯული დანახარჯები, ხოლო ზედნადები არის ზოგადად კომპანიაში წარმოებული დანახარჯები. ზედნადები დანახარჯები, ჩვენ საკმაოდ ვრცელი თემა არის და მოკლედ დროში ვერ ჩავეტევით, რომ ვისაუბროთ. წარმოების მოცულობის მიხედვით არის ცვლადი და მუდმივი დანახარჯები. ცვლადი არის წარმოების მოცულობის პროპორციულად, როცა იცვლება დანახარჯი, ხოლო მუდმივი არის წარმოების მოცულობის ცვლილების მიუხედავად, როდესაც ერთი და იგივე დანახარჯის გაწევა უწევს კომპანიას. და თვითღირებულებაში სწორედ ამ ხარჯების გათვალისწინება ხდება. თუმცა არის დანახარჯები, რომლებიც არ შედის თვითღირებულებაში და უბრალოდ იმ პერიოდის ხარჯებად აღიარებს ამას კომპანია. არ არის აუცილებელი, რომ ყველა დანახარჯი იყოს შესული თვითღირებულობაში. ანუ თუ შეიძლება გვესაუბროთ ფასების სახეობებზე, ანუ რამდენი სახის ფასები არის? ფასები არსებობს სხვადასხვა სახის. პირველი ეს არის თავისუფალი, ანუ საბაზრო ფასი, რომელიც დგინდება ბაზარზე, მოთხოვნა მიწოდების შესაბამისად. ანუ როცა ბიზნესს ვიწყებთ, როგორი ფასით უნდა, როგორი ფასით ჩავდივართ ბაზარზე? გააჩნია, ზუსტად ეს არის საფასო პოლიტიკა, რომლისთვისაც საჭირო არის, რომ წინასწარ აუცილებლად იყოს ბიზნეს გეგმა შედგენილი. ბიზნეს გეგმის გარშე ბიზნესი არ უნდა დავიწყოთ. და ყველა ვარიანტში ამ შემთხვევაში უნდა კაპიტალ დაბანდებების წარუმატებლობისგან თავი გვაქვს დაცული, თუ ბიზნეს გეგმით ვიწყებთ ამ ყველაფერს. და ბიზნეს გეგმაში ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი არის, რა თქმა უნდა, მარკეტინგული გეგმა, გასახების გეგმა და რა თქმა უნდა, ფინანსური გეგმა. სადაც გვაქვს შემოსავლებზე საუბარი, ხარჯებზე საუბარი და ასე შემდეგ, ხო? რაც შეეხება ფასებს, ფასები გვაქვს თავისუფალი საბაზრო ფასი. თავისუფალი საბაზრო ფასი არის როგორც საბითუმო, ასევე საცალო ფასი. საბითუმო ფასში შედის მხოლოდ დანახარჯები, მოგება და გადასახადი, ხო? და აქ არ შედის სავაჭრო, ანუ ფასნამატი, რომელიც არის. ანუ საბითუმოს შემდეგ უკვე სანამ საბოლოო მომხმარებლამდე მივა, ფასი ემატება ასევე საცალო ფასის, ანუ ფასნამატი, რომელსაც სავაჭრო ფასი ქვია. გარდა ამისა არის სახელმწიფო ფასები, ანუ ტარიფები, რასაც ქვია, სახელმწიფო რეგულირებადი ფასი, ანუ ტარიფი, რომელსაც ადგენს აღმასრულებელი ხელისუფლება ან ადგილობრივი ხელისუფლება, ადგილობრივი მმართველობა, მაგრამ შეიძლება იყოს რეგულირებადი ტარიფი, ხო? ასევე არსებობს სახელმწიფოს მყარად დაწესებული ფასი, ასევე არსებობს ზღვრული ფასი, როდესაც სახელმწიფო მაქსიმუმს და მინიმალურ ფასებს ადგენს და უკვე ამ ფასებს, ანუ მაქსიმუმის ზევი და მინიმუმის დაბლა არ შეგვიძლია ჩამოვწიოთ დამჩენი თავისუფალი ვართ ამ მარჟაში. არსებობს დემპინგური ფასი. დემპინგური ფასი არის ბაზარზე არაკეთილსინდისიერი კონკურენციისთვის დამყარებული ფასი. ანუ შევდივართ იმაზე დაბალი ფასით, ვიდრე შეიძლება იყოს თვითღირებულება ამ პროდუქციის და ეს არის არაკეთილსინდისიერი კონკურენციისთვის გათვლის ფასი. ანუ თავის დამკვიდრების მეთოდია. ზუსტად ეს არის დემპინგური ფასი. არის ასევე ნაღების მოხსნის პრინციპი, როდესაც შევდივართ მაღალი ფასით და მე ნელ-ნელა შეგვიძლია მოხსნათ ფასი. შემდეგ ანუ რეალურად რომელი უფრო წარმატებულია თუ ყველა სხვადასხვა პროდუქტი, ეს არის ინოვაციური პროდუქტი თუ უკვე არსებული პროდუქტის ანალოგი გვინდა და რითი განსხვავდებით ჩვენ უკვე ბაზარზე არსებული პროდუქტებისგან, ანუ ეს არის ზუსტად იგივე პროდუქტი, რაც ამჟამად არსებობს ბაზარზე, თუ ჩვენ გვაქვს რამე ახალი ტექნოლოგია, რამე ინოვაცია. ანუ როცა განსხვავებულ პროდუქტს შევთავაზებ, შეგვიძლია ჩვენი ფასით და მაღალი ფასით ჩამოვიდეთ. ეს არის უკვე მსგავსი პროდუქტი, მაშინ დაბალი ფასებით. გააჩნია ძალიან კონკრეტული
შემთხვევების გათვალისწინებით ხდება ეს. მოკლედ, მონოპოლიური ფასი არის, როდესაც შენ ხარ ბაზარზე დომინირებული და შეგიძლია მონოპოლიურად მაღალი ფასი გქონდეს, ან მონოპოლიურად დაბალი ფასი. კარგი, ქალბატონოსთან, როგორც ვთქვი, დიდი მნიშვნელობა აქვს რესურსების გამოყენების ეფექტიანობას და რა მაჩვენებლები არსებობს რესურსების გამოყენების ეფექტიანობის დასადგენად. ეს არის მასალა უკუგება და მასალა ტევადობა, ანუ ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ ორიენტირებული იმაზე, თუ რა მატერიალურ რესურსებს ხარჯავთ იმისთვის, რომ მივიღოთ განსაზღვრული რაოდენობის პროდუქცია. ყოველთვის უნდა გქონდეს კოეფიციენტები დადგენილი და ამ კოეფიციენტების შედარებით, გეგმიური კოეფიციენტების და ფაქტობრივი კოეფიციენტების შედარებით ყოველთვის ნებისმიერ ეტაპზე ყოველთვის უნდა განსაზღვროთ ბიზნესი მიდის ტენდენციებით, ზრდის ტენდენციებით თუ რამე პრობლემა გვაქვს, ხო? შესაბამისად, შრომატო ტევადობა, მასალა ტევადობა, მასალა უკუგება, ფონდ უკუგება არსებობს ესეთი მაჩვენებლები, რომლებიც გვიჩვენებს ერთი ლარის პროდუქციაზე რამდენი ლარის მატერიალური რესურსი არის დახარჯული და ერთი ლარის მატერიალურმა რესურსმა რამდენი ლარის პროდუქცია მოვიდა. ანუ ძირითადად რა ფინანსური კოეფიციენტი გამოიყენება კომპანიის ფინანსური ანალიზის დროს? ფინანსური კოეფიციენტები ბევრი არის, ეხლა ჩამოთვალეს ჩვენ ამ მოკლე დროში ვერ მოვახერხებთ, მაგრამ მე მინდა ლიკვიდურობის კოეფიციენტზე გესაუბროთ, ეს არის მიმდინარე აქტივებისა და მიმდინარე ვალდებულებების შეფარდება. ანუ რამდენი აქვს კომპანიას ვალდებულება აღებული და რამდენია მისი აქტივი, ხო? ლევერეჯის კოეფიციენტი არის ასეთი ცნება, ჩვენ გვაქვს ეკონომისტებს, მოკლედ ფინანსისტებს საკმაოდ ღირებული კოეფიციენტი არის. ანუ შეიძლება თუ არა ვისესხოთ თანხა იმდენი, იმაზე მეტი, ვიდრე ჩვენ გაგვაჩნია საწესდებო კაპიტალი, ხო? აქ არსებობს ორი შეხედულება. თუ ანასესხები თანხებით ჩვენ ნასესხებ თანხებს მოვახმართ იმ აქტივებს, რომელთაც ეკონომიკური სარგებელი უნდა მოგვიტანოს, რა თქმა უნდა, სესხში ცუდი არაფერი არ არის, ხო? მაგრამ ყოველთვის უნდა დავიცვათ ბანკთან არსებული პრობლემებია. რა თქმა უნდა დავიცვათ ყოველთვის სესხის პრობლემები, ხო თქვა? ანუ სესხი თუ არის მთლიანად გათვლილი აქტივებში, მაშინ კარგია. ანუ სესხთან მიმართებაში ჩვენი აქტივების რაოდენობა როგორი არის? კოეფიციენტები არის ერთი მაჩვენებლის შეფარდება მეორე მაჩვენებელთან. ანუ რის მიმართ გვაინტერესებს ჩვენი ვალები ჩვენს აქტივებთან მიმართებაში, ხო? არის ესეთი ROI და ROE ესეთი მაჩვენებლები გვაქვს კოეფიციენტები ფინანსური. ერთი გვიჩვენებს ჩვენი კაპიტალის მიმართ როგორი არის წმინდა მოგება, მეორე გვიჩვენებს ჩვენი აქტივების მიმართ როგორი არის წმინდა მოგება. მოგება არის შემოსავლებსა და ხარჯებს შორის სხვაობა, ხოლო წმინდა მოგება არის მოგებასა და უკვე გადასახადებს შორის არსებული სხვაობა. შეგვიძლია მჟავა ტესტის კოეფიციენტზე ვისაუბროთ გეგების გამოკლებით. ანუ ამ დონეზე თუ იქნება ბიზნესში გათვლილი კოეფიციენტების დონეზე, ანუ კოეფიციენტები დგება წინასწარ, ხოლო შემდეგ ფაქტობრივ მაჩვენებლებს ვადარებთ ამ კოეფიციენტებთან და ხვდებით როგორია ტენდენცია, ზრდის ტენდენცია გვაქვს თუ რამე პრობლემასთან გვაქვს. ანუ და ბოლოს როგორია დღეს საქართველოში არსებული ბიზნესის ფინანსური გარემო საგადასახადო თვალსაზრისით? დღეს საქართველოში არსებული ბიზნეს გარემო, უნდა ვკითხოთ თვითონ ბიზნესმენებს როგორ მოსწონთ და დღევანდელი გადასახადიდან როგორც ვიცით, მსოფლიო დონეზე ჩატარებული კვლევებით საქართველოს არც თუ ისევე ცუდი ადგილი უჭირავს. პირველი რაც არის 6 სახის გადასახადი გვაქვს საქართველოში და საკმაოდ მიმზიდველი არის ეს ჩვენი ინვესტორებისთვის, რაც უფრო მეტი ინვესტიცია შემოდის ქვეყანაში, ეს ნიშნავს, რომ ბიზნეს გარემო გაცილებით უკეთესი არის. 2014 წლის მონაცემებით ინვესტიციები საკმაოდ გაზრდილი იყო 2013 წელთან მიმართებაში, რაც ნიშნავს, რომ ბიზნეს გარემო მისაღები იყო იმ ინვესტორებისთვის, ვინც შემოვიდნენ საქართველოში და ბიზნესის განხორციელება გადაწყვეტეს. გასაგებია და ბოლოს მინდა გავაკეთო ესეთი ბიზნეს გარემოზე, ბიზნესის კეთებისთვის ხელსაყრელი გარემოს ფორმირება თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარების ქვაკუთხედია. სწორედ მოწესრიგებდა მიმზიდველ ბიზნეს გარემოში დევს ის გასაღები, რომლითაც უნდა გადაიჭრას სახელმწიფოს წინაშე მდგარი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები და მოხდეს ქვეყნის მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესება. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ქალბატონ რუსუდან, რომ მობრძანდით და მიუხედავად გადატვირთული რეჟიმისა, ეს იყო გადაცემა ბიზნესის სამყარო. მე კი მომავალ შეხვედრებზე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ. Thank you.